დღევანდელ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, როგორ გაიკეთოთ full glam მაკიაჟი მოვარდისფრო ტონებში. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიწყებთ სახის მომზადებით და პირველ რიგში სახეს გავუწმინდა მიცერალური წყლით. ჩემს მოდელს აქვს კომბინირებული კანი, ამიტომ გამოვიყენებთ ხელ და მსუბუქ დამატენიანებლებს. დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი, რომ კანმა მთლიანად შეიწოვოს პროდუქტები და მხოლოდ ამის მერე გადადით ტონალურის დატანაზე. ტონალური ყოველთვის ჯერ ხელზე გადმოიტანეთ, კარგად გაათბოთ და ფრუნჩზე თანაბრად გაანაწილეთ. ხოლო იმისათვის, რომ ზედმეტი პროდუქტი მოვაშოროთ და ტონალური კარგად ჩავსვათ კანში, აუცილებელია ფრუნჯის მერე ღრუბლის გამოყენება. კონტურინგს ყოველთვის ჯერ კონტურით და ბრონზერით ვიწყებ, მერე ბლაში და ბოლოს ვუსვამ კონსილერს. ამ ტექნიკით თვალისა და ლოყის ზონაზე დატანილი პროდუქტები ძალიან ლამაზად და ბუნებრივად გადადის ერთმანეთში. ჩემ მოდელს ცივი ქვეტონები აქვს, შესაბამისად კონტურსაც ცივი ტონისას ვიყენებ მაქსიმალურად ნატურალური კანის ეფექტის მისაღებად. ბლაშიც წავუსვი და ახლა გადავალ კონსილერზე. კამერაში არ ჩანს, თუმცა მოდელს თვალის გარშემო მოისფრო პიგმენტი ჰქონდა, ამიტომ მის გასანეიტრალებლად კონსილერში ყვითელი პიგმენტი გადავურია და შედეგს თავადაც ხედავთ. კომენტარებში დამიწერეთ, თუ გაინტერესებთ ფერების კორექცია და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. თვალსაც ვამზადებ კონსილერით და შემდეგ ვაფიქსირებ დაპრესილი პუდრით, რომ პროდუქტები თვალის გადაკეცვის ადგილას არ დაიქრისოს. სანამ უშუალოდ კი თვალის მაკიაჟზე გადავალ, აუცილებლად დავაფიქსირებ სახის. ამ ვიდეოში აქცენტს ვაკეთებ ტექნიკებზე, თუმცა შემდეგ პოსტში გაგიზიარებთ ყველა გამოყენებულ პროდუქტს. თვალზე ვიყენებ ყავისფერ ჩრდილებს, ვაკეთებ მოკლე ჩაშლი ლაინერს, რომელიც თვალს ძალიან ლამაზად გამოკვეთს და მეტი ეფექტურობისთვის გამოვიყენებ ხელოვნურ წამწამებს. ახლა გადავალ სახის კონტურინგზე მშრალი პროდუქტებით. დავამუშავებ თვალის ქვედა კუთხთოს და ბოლოს წავუსვამ ჰაილაითერს, რომელიც კანს ბუნებრივ მბზინვარებას მიანიჭებს. ტუჩზეც გამოვიყენე ცივი ტონის მოყავისფრო კონტური, ხოლო ტუჩსაცხის ფერი ჩემით გამოვიყვანე Made by Michelin პალიტრიდან. დავაფიქსირე მაკიაჟი და გადავედი დეკოლტის დამუშავებაზე, რომ მაკიაჟი და ტანი ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს. რა თქმა უნდა, დავამატე ცოტა ჭორფლები. ასევე გავაფერადე მოდელის ხალებიც, რომ სახის ნატურალურობა მაქსიმალურად შევინარჩუნო. ესეც დასრულებული ლუკი. იმედია მოგეწონათ ვიდეო. კოცნით!